გამომართვი პატარა შეიწყდა ბანელა გადაიტანე ყველა ამბავშვს დღის ცენტრსა და 24 საათიან თავშესაფარში მოხვედრის განსხვავებული ამბავი აქვს. აქ არიან ბავშვები, რომლებიც ქუჩაში ცხოვრობდნენ და 1000 გვარ სამუშაოს ასრულებდნენ. ქუჩაში მოხვედრის მიზეზი კი უმეტესად ოჯახში ძალადობა და უკიდურესი გაჭირვება იყო. ორგანიზაცია World Vision საქართველოს თანამშრომლებმა ისინი ქუჩას დააშორეს და ახლა სკოლის შემდეგ ეს ბავშვები დღის ცენტრში მოდიან და მეცადინეობენ. აქვე იკვებებიან, ხატავენ და თამაშობენ. საღამოს კი სახლში ბრუნდებიან. თუმცა არიან ბავშვები, რომლებიც თავშესაფარში მუდმივად ცხოვრობენ. საქართველოში არ არსებობს ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების ზუსტი სტატისტიკა. თუმცა World Vision საქართველოში ამბობენ, რომ მათი გამოთვლებით ეს რიცხვი დაახლოებით 3000-ია. ამ ბავშვებს ყოველდღიურად სჭირდებათ მხარდაჭერა და ზუსტად ჩვენი ორგანიზაციაც მუშაობს იმისთვის, რომ ხელი შეუწყოს სხვადასხვა დონეზე, ესე ვთქვათ, რომ დაიხვეწოს სისტემა და ბავშვებს მათზე მორგებული მხარდაჭერა ქონდეთ. მათ შორის მუშაობთ როგორც უშუალოდ, ესე ვთქვათ, ბავშვებისთვის სერვისის მიწოდების კუთხით და გვაქვს სერვისი ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვებისთვის, თბილისში 2 დღის ცენტრი და ღამის თავშესაფარი და ასევე 1 ქუთაისში, ასევე ყავს 5 მობილური ჯგუფი, რომელიც ყოველდღიურად ცდილობს, რომ ბავშვებთან შევიდეს, ესე ვთქვათ, დობით ურთიერთობაში, მოწყვიტოს ისინი ქუჩას და მოიყვანოს ცენტრებამდე, სადაც ჩვენი ცენტრის თანამშრომლები მრავალმხრივი მიდგომით ცდილობენ ამ ბავშვების, ვთქვათ, ყოველდღიურ მხარდაჭერას და მათ რეაბილიტაციაზე ზრუნავენ, სოციალური მუშაკები, ფსიქოლოგები, აღმზრდელები, ექიმი, რა თქმა უნდა, ცენტრის კოორდინატორი და ასევე ჩვენი მობილური ჯგუფის თანასწორ განმანათლებლები, რომლებიც წარსულში ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვები იყვნენ და მათ შორის ჩვენი მხარდაჭერითაც ისინი დღეს უკვე დასაქმებულები არიან და თავად ზრუნავენ უკვე ბავშვების მხარდაჭერაზე. ბავშვების ყოველდღიურ მხარდაჭერაზე ზრუნავს სოციალური მუშაკიც. თინათინ წერეთელი ამბობს, რომ ბავშვის შემოსვლის პირველივე დღიდან აფასებენ მის საჭიროებებს და შემდეგ ეხმარებიან. ჩემი ერთ-ერთი მოვალეობა ისიც არის, რომ უზრუნველყოთ ბავშვების კულტურულ და საგანმანათლებლო ღონისძიებებში ჩართულობა, ხელი შეუწყოთ მათი სოციალური უნარების განვითარებას. არის შემთხვევები ასევე, როდესაც ბავშვებს ფაქტობრივად წართმეული აქვთ განათლების უფლება, ქონია შემთხვევა, როდესაც ისინი არ ირიცხებოდნენ საერთოდ საგანმანათლებლო დაწესებულებაში და რა თქმა უნდა, ამის აღმოჩენისთანავე ჩვენ ვცდილობთ ისინი დავარეგისტრიროთ სკოლაში ზრუნვის სოციალური მუშაკისთან კოორდინაციით, რა თქმა უნდა. ცენტრში ჩვენს მომსახურებაში ჩარიცხული ბავშვები ხშირად საზოგადოებისგან არიან უგულებელყოფილნი, ასევე ისინი ძალიან ხშირად მოდიან მძიმე სოციალური პირობებიდან და ჩვენი მიზანია მათ შეუქმნათ აქ პოზიტიური გარემო, სადაც მოსვლა უხარიათ, სადაც ეგულებათ ადამიანები, რომლებიც მათ ენდობიან და რომლებიც ზუსტად იციან, რომ მუშაობენ მათ განვითარებაზე. უკვე 10 წელია, რაც ორგანიზაციის თანამშრომლები ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების განვითარებაზე ზრუნავენ. 10 წლის წინ ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით World Vision საქართველოს 3 დღის ცენტრი და ღამის თავშესაფარი გახსნა. აქედან 2 თბილისშია, 1 კი ქუთაისში. და მაინც რა არის ბავშვების ქუჩაში ცხოვრებისა და მუშაობის მთავარი გამომწვევი? გაეროს ბავშვთა ფონდმა ამაზე რამდენიმე წლის წინ კვლევა ჩაატარა. ამასთან დაკავშირებით აღმოჩნდა, რომ როგორც წესი 2 ან 3 მიზეზია, რატომ არის ბავშვი ქუჩაში. პირველ რიგში ეს არის, როდესაც ბავშვი თავის თავზე იღებს ზრდასრულის და შემომტანის ფუნქციას ოჯახში. ასეთი ოჯახში, როგორც წესი, რა თქმა უნდა, არის უკიდურესი სიღარიბე, რაც ზოგადად გამოწვეულია ხოლმე მშობლების ავადმყოფობით, მშობლების, ვთქვათ, სხვადასხვა პრობლემებით მშობლებთან დაკავშირებით. ბავშვი იმის მაგივრად რომ წავიდეს სკოლაში და მიიღოს ის ცოდნა, რომელიც მას გამოადგება მომავალში, გადის ქუჩაში და ცდილობს რაღაცა დაუბრუნოს ოჯახს. არიან ბავშვების კატეგორია, რომლებიც ოჯახს გაურბის უკიდურესი ძალადობის გამო. ესეც სამწუხარო ფენომენი არის საქართველოში. ოჯახები ჯერ კიდევ ბავშვის ახსნის დროს იყენებენ ძალადობრივი ახსნის მეთოდებს, მათ შორის ძალიან მძიმე ფიზიკურ დასჯას. და ბავშვი ამ შემთხვევაში გაურბის ოჯახს და ახალ ოჯახს ფაქტიურად და ახალ სამეგობროს
ქმნის ქუჩაში და ასეთი ბავშვები როგორც წესი დღეღამეს ათანებენ ქუჩაში. თავშესაფრები ძალიან მნიშვნელოვანი მომსახურებაა იმისათვის, რომ ბავშვი ნელ-ნელა დაუბრუნდეს ბავშვობას, დაუბრუნდეს სკოლას, დაუბრუნდეს ოჯახს და კონდეს საშუალება მიიღოს ყველაფერი ის, რაც სხვა ბავშვებს აქვთ საქართველოში. ბავშვები, რომლებიც World Vision საქართველოს დღის ცენტრებსა და 24 საათიან თავშესაფარში ცხოვრობენ, სხვადასხვა სურვილები აქვთ. ზოგს თოჯინა, ზოგს კი სათამაშო სატვირთო ავტომობილი. თუმცა ერთი ციდა ბავშვიც მოულოდნელად იმას გვეუბნება, რომ ისეთ ქვეყანაში უნდა ცხოვრება, სადაც მათი უფლებები დაცული იქნება.